თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის წინ დაკავებული პროევროპული აქციების 8 მონაწილის ზვია ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინაშვილის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის და ინსაფალიევის საქმის განხილვა დაიწყო. 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დემონსტრანტებს თავდაპირველი ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ბრალდებით, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ზვია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი 5 კი ამავე მუხლით ჯგუფური მოქმედების მონაწილეობაში იცნო დამნაშავე და 2 წელი მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფი პროტესტის მონაწილეების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მჭედლიშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სასჯელის დანიშვნას თავდაპირველად წარდგენილი 225 მუხლით ითხოვს. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით დაკავებულმა დემონსტრანტებმა ისარგებლეს. არ ვიცი საიდან დავიწყო, იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ყველას აინტერესებს ციხეში როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორი мотиваცია გვაქვს, რამეს ზეგავლენა იქონია თუ არა ციხემ ჩვენზე. ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ვართ ძალიან მხნეთ ციხის პირობებშიც კი. ვსწავლობთ, ვძლიერდებით როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ვსაუბრობთ, განვიხილავთ თემებს და ხშირად ვფრაზობთ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. мотиваცია იმაზე დიდია, ვიდრე მაშინ, სანამ ციხეში მოხვდებოდით. საერთოდ არანაირი ზეგავლენა არ ქონია ციხეს ჩვენზე. პირიქით ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ. თავდაპირველად დაკავებულთა ნაწილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახე და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნაწილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.